პარიზის წიგნის ფესტივალი დღეს საზეიმოდ დაიხურება. მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში ქართული დელეგაცია სტუმრებს საინტერესო პროგრამას თავაზობს. დილიდან გაიმართა შეხვედრა ქართულ პოეტებთან, გიორგი ლობჟანიძესთან, პატა ნაცვლიშვილთან, ელა გოჩიაშვილთან და ლია სტურუასთან. მათ საკუთარი ლექსები წაიკითხეს. ასევე მოეწყო რეჟისორ ნინო ხოფერიას ფილმის ცხოვრება კინო არ არის ჩვენება. ფესტივალს მოამბის გადამღები ჯგუფი აშუქებს. მარიკა შალიკაშვილი პარიზიდან. პარიზის წიგნის ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. 3 დღის განმავლობაში გრან პალეს დარბაზში ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა. ჩვენ ვნახეთ ქართული სტენდი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა ფესტივალში. ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა ეს დღეები ქართული დელეგაციისთვის. ჩვენი ეროვნული სტენდი იყო წარმოდგენილი, რომელსაც ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა. დღეს დილიდან ცნობილმა ქართულმა პოეტებმა გამართეს შეხვედრა ფრანგ მკითხველთან. მათ ქართულად წაიკითხეს საკუთარი პოეზია, რის შემდეგაც ფრანგულ ენაზე ნათარგმნი მათი ლექსები უკვე ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა წაიკითხა. ამის შემდეგ გაიმართა დოკუმენტური ფილმის პრემიერა. ეს არის ნინო ხოფერიას ფილმი ცხოვრება კინო არ არის, რომელიც მოგვითხრობს მიხეილ კობახიძის შესახებ, ცნობილი ქართველი რეჟისორის შესახებ და ასევე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია სწორედ მიხეილ კობახიძის შესახებ. დღეს ასევე გაიმართება ძალიან საინტერესო კონცერტი სახელწოდებით პოეზია როგორც მუსიკის ინსპირაცია და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები. კარგი იქნება რომ საქართველოს პოეზია წაიკითხონ, იმიტომ რომ ქართული ლიტერატურა, ქართული პოეზია მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. მართლა მაგით ცოცხლობთ ჩვენ და რომ გაგვიცნონ ამ პოეზიით, ძალიან შეეცვლება წარმოდგენა, ძალიან მაღალი წარმოდგენის იქნებიან ჩვენზე. მინდა რომ ნინო ხოფერიას გადავუხატო დიდი მადლობა, რომ ეს პროექტი შედგა ფილმის სახით, წიგნის სახით და მართლაც არაჩვეულებრივი გამოვიდა და ძალიან ემოციურია. თითქოს მზად არ ვიყავი სიმართლე გითხრათ ეს ამ ფილმის ანახავად და აი რაღაცნაირად რასაც ამბობს დღეს მამა ჩემი აქტუალური მეჩვენება საფიქრალს მიტოვებს დღემდე და ამ ფილმის პრეზენტაცია იყო ძალიან ამაღელვებელი ჩემთვის და ძალიან მიხარია მისი ნახვა, მისი გაგება და ბევრი ვიცინეთ დარბაზში და მას ძალიან ახასიათებს რომ აუდიტორია აცინოს და დღემდე გამოსდის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის წარდგენა ქართველი პოეტების კრებულების გამოსვლა ჩვენი პოეტების მცირე სცენაზე. ასევე იყო მიხეილ კობახიძის ადმე მიძღვნილი ფილმის და წიგნის პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება ამდელ ქართულ ტრადიციებით გადაღებული ფილმისებით და იუმორის თანხლებით. ქალბატონი ნინო ხოფერიასი იყო ძალიან კარგი დღე ქართული სტენდისთვის. პარიზის წიგნის ფესტივალი ყოველ გაზაფხულს იმართება. საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ლიტერატურულ ღონისძიებაში მონაწილეობას უკვე მეორედ იღებს. ჩვენ ვართ წარმოდგენილი ჩვენი ეროვნული სტენდით, რომელიც მომზადდა იოანე ზოსიმეს მე-10 საუკუნის უნიკალური ხელნაწერის მიხედვით. ასევე წარმოდგენილია ამ ხელნაწერის მულაჟიც აქ ფრანგი დამთვალიერებლისთვის და ძალიან ბევრი საინტერესო წიგნი და ამ წიგნების ფრანგული თარგმანი არის წარმოდგენილი. დაახლოებით 200-მდე ავტორის შემოქმედება ითარგმნა ფრანგულ ენაზე. ჩვენ სტენდს ძალიან ბევრი მნახველი ყავს და მე მინდა შეგახსენოთ, რომ გასულ წელს მაგალითად წიგნის ფესტივალს ყავდა 103,000-ზე მეტი ვიზიტორი. შესაბამისად ეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღონისძიებაა.